აქ გავიზარდე და დედისა და მამის საფლავი აქ ამათ. და მე სად უნდა წავიდე, ხო? ჩემი ბიზნესი, ჩემი ხობი, ჩემი საქართველო არაზროს ამას არ დავტოვებ. მოდი, დღეს სიახლე გვაქვს. ეს არის ჩვენი განახლებული ცენტრი. მე მინდა ჩემს თანამშრომლებს, ჩემს მეგობრებს ყველას მიულოცო ჯეტურის და მათ შორის 5 სხვადასხვა ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და მთელ ამიერ კავკასიაში. მოდი, ეს არის ჯეტური და ჩვენ ინგა მოსახლეობას უთხარით დაახლოებით 1 თვის უკან რომ იმდენი ჯეტური გვეყოლებოდა საქართველოში, რამდენიც ადამიანია. ისეთ ფაში გვეყოლებოდა რომ აი ამას ყველა შეცვლებოდა ამის ფასებს. თქვენ ნახეთ, აქ ჩვენი განახლებული შოურუმი. ასეთი შოურუმი ჩვენ დუბაიშიც არ გვაქვს, არც სომხეთში და არც ესეთი ცენტრი საქართველოში არ არსებობს. ეს არის დღეს ცენტრი, რომელიც არის ხო არის ინგა ევრო 3, ევრო 4, ევრო 5, ეს არის ევრო 7-ის დონეზე გაკეთებული ცენტრი. ნახეთ, აი ჯეტურების წვიმა, კეთილ რაღაცა დაანონსა ერთ დღეს, რომ ჯეტურების წვიმაა და ხალხმა ვერ გაიგო, მაგრამ მეორე ჯერ კიდევ უთხრა, რომ ჯეტურების წვიმა იმას ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით ჯეტურები ყავს. ეს არის ჯეტურები, ჩვენ იმდენ ჯეტურს ვყიდით და მომავალშიც იმდენს გავყიდით, რამდენიც ეს კომპანიას დაგვჭირდება. ჩვენ ვთქვით ინგა, რომ აი ეს ავტომობილები არის ექსიდი, ხო კეთი? ექსიდი არის ჩათვალე ჯეტურის ლექსუსი, ესე თქვით დავაანონსეთ, რომ ეს არის საუკეთესო ბრენდი 4-4-ზე და მოდი ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ. რაღაც შეკითხვა გინდოდა? ბატონო გელა, აქვე მინდა მეორე კითხვა დაგისვათ. სად არიან ახლა ის თანამშრომლები, რომლებიც თქვენ აქ დატოვეთ? ინგა, აი ამას ამ პასუხს ესე გაგცემ. აი წარმოიდგინე, როცა წავედი და რომ მივდიოდი უკვე წინასწარ ვიცოდი, რომ იქ უნდა წავსულიყავი და იქ უნდა დამჯდარ ვიყავი და რატომ ამას ხვალდაზე მთელი საქართველოს მოსახლეობა ნახავს და ძალიან ბევრს აინტერესებს და ალბათ თქვენც რეალურად. რა თქმა უნდა. უყურეთ, როგორ არის. მე თქვენ გითხარით, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც ესე დაუბანე, დაუვარცხნე, ესეთი ადგილიდან გამოვიყვანე, ქართული ვასწავლე, თმები გაუკეთე, წამოვიყვანე, რაღაც ვანახე,